მოგესალმებით, მე გიორგი თუხარელი ვარ და ჩემთან ერთად არიან ოტო კონჯარია, ირაკლი ლეფილაძე და ალბათ სიხშირე აგრძელებს პოდკასტებს სოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ და ამჯერად ვისაუბრებთ ირანზე. როგორც მოგეხსენებათ, უკვე მეოთხე დღე დაიწყო, რაც ირანში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო კამპანია წამოიწყო, აი ამ წუთებშიც ბომბები ცვივა თელ ირანის ტერიტორიაზე, მარტივად უბრალოდ რომ განახოთ რუკა, ეს არის მომზადებული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ, აქ არის მონიშნული ძირითადი, ესე იგი, დადასტურებული საჰაერო იერიშები, ასევე პირდაპირ ოფიციალურად დადასტურებული და არაოფიციალურად დადასტურებული საჰაერო იერიშები. თუმცა შემდეგ რუკაზე ვხედავთ ჩვენ უკვე თუ რა მასშტაბის საჰაერო შეტევას აქვს ადგილი და როგორც ხედავთ, საკმაოდ დატვირთულია და საკმაოდ დიდი სამხედრო კამპანიაა წამოწყებული აქ. თუმცა როგორც მარკო რუბიო ამბობს, დღეს განაცხადა, ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც არის წინ კიდევ უფრო რთული სამხედრო ოპერაცია ელოდება ირანსვე. ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტატების უფროსმა გენერალმა დიკ კეინმა განაცხადა, 2 მარტს განაცხადა, რომ უკვე საჰაერო უპირატესობა სრულად არის მიღწეულიო, ასევე ამავე დღეს 2 მარტს გახდა ცნობილი, რომ ნათანზის ბირთვულ რეაქტორზე კვლავ მიიტანეს იერიში. პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალებმა გააგრძელეს იერიშები ლიბანში, ჰეზბოლას წინააღმდეგ, როგორც მოვიცით, ჰეზბოლაც ჩაერთო ირანის მხარდამხარ ამერიკის და ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. პარალელურად გრძელდება ბორიუზის სრუტის ბლოკირება და ვრცელდება კადრები თუ როგორი გადატვირთული არის ნავთობტანკერებით ის რეგიონი, ჰორმუზის სრუტე და პირდაპირ ახლა აღარ მოგაცდეთ და ყურადღებას აღარ შევაჩერეთ თქვენზე დიდხანს ბექგრაუნდზე რაც მოხდა და პირდაპირ გადავალ ოტოსთან კითხვას. ოტო, ვიცი რომ ძალიან აქტიურად ხარ ჩართული ამ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში და დღევანდელი 3 მარტის მონაცემებით რა სიტუაცია არის, როგორ ვითარდება სამხედრო კამპანია, რომ მოუყვეთ ჩვენს გამოწერებს. კი ბატონო, დღევანდელი მოცემულობა არის იმგვარი, რომ უკვე სიმძლავრეები იზრდება ისრაელისა და ამერიკის საჰაერო ძალების მხრიდან, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში ეს კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო მასობრივ, ესე ვთქვათ, მასშტაბს მიიღებს, ჩაერთვებიან, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სტრატეგიული ავიაცია ჩაერთო, სტრატეგიული ბომბდამშენებზე მაქვს საუბარი, იყო ბიორების გამოყენების ფაქტი, იყო B1 ლანსერების გამოყენების ფაქტი, თუმცა მათი მასობრივი გამოყენება ყოველდღიურ რეჟიმში დღეში რამდენიმეჯერ, როდესაც უკვე დაიწყება მათი ჩართულობა, ეს რა თქმა უნდა გააზრდის ირანის სამხედრო ობიექტების განადგურების ხარისხს და ასევე მოცულობასაც, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ასევე მათი შეიარაღების, ანუ სარაკეტო პოტენციალის დეგრადირებაზე ეტაპობრივად. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ უფრო მეტი რაკეტების გასროლის შესაძლებლობა ექნება და შესაბამისად უფრო, ესე ვთქვათ, ნაკლებად დაატერორებენ ყურის ქვეყნებს იქნება ეს თუ ისრაელი. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მოცემულობა დადგება დაახლოებით 3 კვირაში, არ უნდა ვაღდოთ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ეს, იმიტომ რომ ჯერ აქვთ მარაგები ირანელებს, ეს მარაგები განთავსებულია მიწისქვეშა სარაკეტო ბაზებში, არის ასევე შენიღბული დღეს დადასტურდა შორის ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ ვიდეო და ესეთი წარწერაც გააკეთეს, რომ ნიღბავენ სარაკეტო გამშვებ კომპლექსებს და აყენებენ სამოქალაქო მებზე სატვირთო მანქანებზე, რომელიც არის ერთგვარი ლიფტიანი გამშვებით. ეს ლიფტი სტეგა, შემდეგ რაკეტა ამოდის და ისვრის და სწორედ აი ამის ფონზე მასობრივად ნადირობენ და აკვირდებიან თითოეულ, ესე ვთქვათ, სამოქალაქო სატვირთო მანქანასაც ხომ არ არის
ის შემთხვევით შენიღბული ბალისტიკური რაკეტის გამშვები პლატფორმა. მოცემულობა ასევე არის იმგვარი, რომ უკვე თითქმის თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრული დომინაცია ისრაელისა და ამერიკის მხრიდან ირანის საჰაერო ძალებში, ირანის საჰაერო სივრცეში დაუჯელად ბომბავენ თეირანს, დაუჯელად ბომბავენ ისპაჰანს, ქარაჯს და ათეულობით ქალაქს. იერიშები ხორციელდება სამეთაურო პუნქტებზე, ძირითადად ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსზე, ასევე რა თქმა უნდა სარაკეტო ბაზებზე. ახლა რამდენიმე საათის წინ დაიბომბა ასევე თავშეყრის ადგილი ქალაქ ყუმში, სადაც ირჩევდნენ, ესე ვთქვათ, ხმის დათვლის პროცესი იყო აიათოლა ალ-ხამენეის მემკვიდრის არჩევასთან დაკავშირებით და სწორედ როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ისრაელის დაზვერვა მიიღო ამ თავშეყრის ლოკაციის შესახებ და შემდეგ პირდაპირ დაარტყეს ზუსტი დამიზნების პლანირებადი ავიაბომბები და ამბობენ, რომ დაახლოებით 88 სასულიერო პირი ესწრებოდა ამ შეკრებას და რამდენია განადგურებული ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა ეს ყველაფერი, როდესაც ისრაელი და ამერიკა ახერხებს რეალურ დროში ოპერაციის დაგეგმვას ოპერატიულად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ძალიან მაღალ დონეს აჩვენებს მათი მხრიდან, იმ მხრივ რომ ესე ვთქვათ, რაღაც პერიოდში მოიპოვებენ ინფორმაციას, უცებ გადამუშავდება ეს ინფორმაცია, მიმდინარეობს ერთგვარი ჩეკინგი, ხდება შემდეგ გადაცემა სარდლობისთვის და ხო ეს წუთებში თუ საათებში იგეგმება ოპერაცია და აგერ ვნახეთ, რომ ეს ოპერაცია, რომელიც დღეს დაიგეგმა თურმე, რამდენიმე საათი ადრე გაუგიათ ისრაელის დაზვერვაში და სულ რამდენიმე საათში ესეთი მასობრივი თავდასხმა და წარმატებული იერიში განახორციელეს. ახლა უნდა ვისაუბრო ასევე ირანის რესურსებზეც. ირანი, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ფლობს იმ დონის სარაკეტო პოტენციალს და შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების მარაგს, რომ გააგრძელოს დიდი ხნის განმავლობაში. დიდი ხნის განმავლობას ვაკავშირებ დროსთან, რომელსაც მოვიაზრებ დაახლოებით 2-3 კვირას, მეც არა ალბათ. შემდეგ უკვე დაიკლებს მათი გამოყენების მასშტაბი, ისინი იყენებენ აი ამ თავიანთ საბრძოლო მასალებს და შესაძლებლობებს სპარსეთის ყურის ქვეყნების დასატერორებლად, იყო ასევე გამოყენებული შაჰედის კამიკაძე დრონებისა კვიპროსში არსებული ბრიტანეთის საჰაერო ძალების აკროტირის ავიაბაზის მიმართულებით, 2 დრონი თუ არ ვცდები აფეთქდა, შემდეგ საბერძნეთის საჰაერო ძალებმა გადააფრინა იქ ადგილზე 4F-16 პატრულირებენ და ესე ვთქვათ მომავალი პროცესები გვაჩვენებს როგორ გამიმთავრდება მოვლენები და ასევე ერთ რაღაცას დავამატებდი კი ჰეზბოლა ჩაერთო, თუმცა იმ მასშტაბით ვერ ვიტყოდი, ბევრად უფრო დიდი მასშტაბი ჰქონდა ჰასან ნასრალას დროს ჰეზბოლას ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებისა, თუმცა იქ როდესაც მიმდინარეობდა ლიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ისრაელის მიერ 2024 შემდეგ 25 წლებში ძალიან დიდი რაოდენობით გაუნადგურეს საბრძოლო მასალის მარაგი, მათ შორის ფათეჰას 10-ის 300 კილომეტრზე მფრენი ბალისტიკური რაკეტების უდიდესი მარაგები განადგურდა მაშინ. რამდენიმე შემთხვევა იყო ჰეზბოლას მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გამოყენებისა, ახლა რადიუსზე მოქმედების, ასევე შემთხვევა იყო შაჰედის კამიკაძე დრონების გამოყენებისა, თუმცა ეს არ იყო ის მასშტაბი, რომელიც რაღაცა უმნიშვნელოვანესი საფრთხის ქვეშ დააყენებდა ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობებს. და ასევე უნდა ითქვას ის, რომ გავრცელებული ინფორმაციით ჯერ კადრები არ მოგვსულია, თუმცა ისრაელმა დაიწყო შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია ერთგვარი ბუფერის შექმნისთვის, იმისათვის, რათა ჰეზბოლას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ლიბანის სამხრეთ ტერიტორიიდან იბომბებოდეს ინტენსიურად, კოორდინირებულად და გეგმაზომიერად ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორია. ეხლა მინდა ირაკლისთან გადავიდე კითხვაზე. ირაკლი როგორც სამხედრო საკითხების ექსპერტი ამ შემთხვევაში აკვირდები მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს და გავცელდა რაღაც ცნობები, რომ გარკვეული ახალი სიახლეები გამოჩნდა სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით ამერიკული და ისრაელის მხრიდან. მაგალითად გამოიყენეს შაჰედის ანალოგი დრონი. აი როგორ შეაფასებდი და კიდევ აქვე მინდა ჩვენს მაყურებელს და გამომწერებს უთხრა ვენესუელის სამხედრო კამპანიის შემდეგ დაიწყო თქვათ აი ისეთმა აზრმა პოპულარიზაცია მერიტოვა, რომ აი ამერიკამ ნელ-ნელა დაიწყო ახალი ტექნოლოგიების გატესტვა სამხედრო კამპანიების დროს. ახლა რა ხდება? გამოიყენა რამე განსხვავებული შეიარაღება და რა ტიპის ომი მიმდინარეობს ახლა?
ну, კი, ეგ რაც შენ აღნიშნე, ეგ უპილოტო კამიკაძე დრონების, რომელიც გავს ძალიან ფორმის და თავის გამოყენების, ასე ვთქვათ, ტაქტიკური მახასიათებლები და ყველაფრით შახეთს გამოიყენეს მართლაც ამერიკელებმა, თუმცა მათი ეფექტურობის შესახებ და ეხლა მასიურად ეს არ ყოფილა და მათი ეფექტურობის შესახებ ინფორმაციები არ გავრცელებულა. რაღაც სიმართლე გითხრა, ეგეთი მასშტაბური და ეს ახლა უმია რა, დიდი საჰაერო კამპანია, დიდი მასშტაბის საჰაერო კამპანია, მიუხედავად იმისა, რომ სახმელეთო კომპონენტს არ შეიცავს, ეს არის ფართო მასშტაბიანი ომი, რეგიონალური ომი. ხო და რა თქმა უნდა, ესეთი ომები როცა არის და რაღაცა იწესტება უამრავი ახალი ტექნოლოგია, ახალი შეიარაღება, ბევრ რაღაცაზე გავრცელდა ინფორმაცია, ზოგიერთი რაღაცა უცნობია და მომავალში გახდება ცნობილი. ამ წუთას ახლა რაღაცა ისეთი გარდა იმისა, რომ ხედავთ, რომ ძალიან წარმატებით მიდის, ერთადერთი ბოდით ჩაგეჭრები ორში, ანუ ფაქტობრივად მეორე დღის ბოლოს განაცხადეს, რომ სრული უპირატესობა საჰაერო უპირატესობა მოიპოვეთო ამერიკელებმა. ანუ იცი რა, სხვაჩვენს მაგ ტერმინს უპირატესობა არასდროს არ დამდგარა ეჭქვეშ. ანუ საუბარია ბატონობაზე, ანუ სხვადასხვა რაღაც არის ბატონობა და უპირატესობა. უპირატესობა ირანელებთან აბსოლუტური აქვს, იმიტომ რომ ირანის საჰაერო ძალები არაფერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს იმას, რა ქვია, ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელსაც ვერ გაუწევს. ეგ თავიდანვე ცხადი იყო. მაგრამ გაბატონება ჰაერში იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ანუ არც ჰაერს აწინააღმდეგო თავდაცვას ერიდებიან, იმიტომ რომ აი სიურპრიზი იყო სხვაჩვენს, იმიტომ რომ წინა 12 დღიანი ომის დროს შარშან ივნისში გარკვეული დრო მაინც დაჭირდათ ამ ჰაერს აწინააღმდეგო თავდაცვის ჩასახშობად. ეხლა პრაქტიკულად პირდაპირ გადავიდე დაბომბვაზე, პირდაპირ. არა და იყო ეგეთი, ასე ვთქვათ, სიფრთხილე სიჩემდნენ ყოველ შემთხვევაში და აცხადებდნენ, რომ დიდი ნაწილი აღადგინა ჩინეთიდან ასე ვფიქრობ, რომ უარესი სცენარისთვის უნდა მომზადდა და მე რაღაცა ჩინეთიდან რაღაც დამატებითი რადარები მიიღეს, რაღაც სისტემები მიიღეს და რომ ამჯერად ისე იოლი არ იქნება ამ საჰაერო თავდაცვის ჩახშობას, რომ ამ დროს პირველივე წუთიდან, ანუ პირველივე დარტყმიდან ეგრევე ბატონობა გვანახეს, რომ ბატონობენ ირანის საჰაერო სივრცეში. ეს რითი არის კიდე განპირობებული, რომ იქ წინასწარ საჰაერო იმას თვითმფრინავებით სპეციალიზირებულით რადიოტექნიკურ დაზვერვას კოსმოსიდან თანამდებობის მეშვეობით დაზვერვას აწარმოებენ და იციან ზუსტად სად არის ეს კომპლექსები, ანუ რა თქმა უნდა მათ პირდაპირ მათი მოქმედების ზონაში შეუსრულადაც მოქმედებდნენ, ეგრე არ არის, რომ ხა იცი არის სადღაც გაჯერებულია და დიდი რაოდენობითაა ესეც ნამდვილად საშუალებებია, ეხლა შეფრინდნენ და მთლად დაუჟელად გამოვიდნენ, ეგრე არ არის. იგივე ამ ინციდენტმა მაგის თქმას ვაპირებდი ხეთერ ამ შემოწმებინე. სამ თვითმფრინავი ჩამოუგდეს ამერიკელებს სამივე მეგობრული ცეცხლით კუვეიტის საჰაერო თავდაცვამ საკმაოდ მოძველებული ყოველ შემთხვევაში აქცია თანამედროვე და მაღალ ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემით, ანუ პრინციპში შეუძლებელია რომ ამერიკას თვითმფრინავები ჩამოუგდე, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ანუ ის მათ დაზვერვილია, სად არის ეს ისინი მათ გადაადგილებას აკონტროლებენ ირანის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით და სადაც ან ანადგურებენ თუ არ არის განადგურებული და იციან რომ იქ რაღაცა მოქმედი რაღაცა დანადგარი დგას, იმას გვერცულიან და აქვთ ხა იმის თვითონ ეს საჰაერო დაზიანების საშუალებები, რომელსაც ეს თვითმფრინავები იყენებენ, ადრით მას საშუალებებს, რომ ისროლონ აი იმის მიღმა ამ საჰაერო თავდაცვის მოქმედების რადიუსის მიღმა უკვე შორიდან. ანუ ძირითადად ახლა ისრაელის ავიაცია მაგალითად რომ მოქმედებს და უნდა აღნიშნო, რომ ისრაელის ავიაცია არანაკლებ მასიურად კი არა, უფრო მასიურად მოქმედებდა პირველი დღის განმავლობაში განსაკუთრებით ვიდრე ამერიკული. პირველ შეფრენაზე 200 თვითმფრინავი შეფრინავს, ეს არის ისრაელისთვის რეკორდი, ისრაელის ავიაციისთვის ეს აბსოლუტური რეკორდი, ანუ არც წინა ომებში თქვათ იქ არაბულ ებრაულ ომებში რომელიც იყო ეგვიპტესთან, სირიასთან და ამ შემდეგ ასეთი რაოდენობით ერთდროულად არ მოქმედია საქმეა ისრაელის ავიაცია და ძალიან ეფექტურად იმოქმედებს, მაგრამ ისრაელი ძირითადად იყენებდა ანუ მის მიღმა რაკეტებს, ანუ შორს მსროლელ რაკეტებს, ისინი არ შედიოდნენ უშუალოდ, ასე ვთქვათ, საზიანო საშუალებების მოქმედების ზონაში, თუმცა მათი ეფექტურობაც იმიტომ გაიზარდა, სხვაჩვენს, რომ ანუ საწვავის შევსებას ამჯერად უკვე არა მარტო ებრაული თვითმფრინავები, არამედ ღიად და ასე ვთქვათ,
ოფიციალურად ამერიკული თვითმფრინავებიც აღწევდნენ და ეს ზრდის მათად თქვა საბრძოლო დაკითვას და მეტი რაკეტა მიქონდათ მეტ უფრო ეფექტურად გამოიყენეს. ხო, რისი თქმა უნდა, ამერიკელები აი პრობლემები ამ ინციდენტის გარდა ეს Friendly Fire-ს რომელიც მოხდა ეს მეგობრული ცეცხლის კუვეიტის მხრიდან პრინციპში აქამდე რაც მიმდინარეობს, ან რითი არის აღსანიშნავი, რომ ეს ოპერაცია მიმდინარეობს, აი ნუ თითქმის იდეალურად რა, აბსოლუტურად დანაკარგების გარეშე, ხო, კიდე ნუ დაღუპული ყავთ ამერიკელებს 6 ადამიანი და რამდენიმე დაშავებული, მაგრამ ესეც ნუ როგორ გითხრა, შემთხვევითობა უფრო არის, იმიტომ რომ ეს მოყვა ხმელეთზე აქვს, როდესაც ირანმა დაარტყა კუვეიტს, იქ ბაზაზე აღმოჩნდა ისე, რომ დაუცველა, ასე ვთქვათ, პორტში აღმოჩნდნენ ამერიკელები, ანუ არ მგონია რომ ეს რაღაცა ის თუმცა ვერც იმას გამოუცხადო, თქვა ირანის რაღაცა დაბლების ნამუშევრის დამსახურებით მომხდარიყო ეს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ფაქტი არის, რომ მთლიანობაში ოპერაცია მიდის, ნუ აი თითქმის რაღაცა უხარვეზებოდ ძალიან მცირე დანაკარგები ძალიან დიდ ჟარალს აყენებენ. ხო, მე ძალიან ოპერატიულად ხდება ამ ბალისტიკური რაკეტების გაშვების მზადების აღმოჩენა და განადგურება, ანუ რაკეტები და განშერი განადგურების უმეტესობა მანამდე ნადგურდება, სანამ რაკეტებს დაუშვებენ და როდესაც სპორადულად მაინც უშვებენ ამ რაკეტებს, მე იმათი გადაჭერა, განსაკუთრებით ისრაელის საჰაერო სივრცეში ყველაზე ისრდება რა და კოსმოსში სხვაჩვენს საერთაშორისო მიღმა, ანუ ბალისტიკური რაკეტების გადაჭერა, ნუ რამოდენიმე გაიპარა, მაგრამ ეს იცი როგორ არის ეს გაცილებით ნაკლები ეპარება სინამდვილეში, ვიდრე აი თუნდაც რაღაცა ნორმატივებით და სტანდარტებით არის, ან მოსალოდნელზე ნაკლები გაიპარა რა რეალურად და არის იქაც მსხვერპლი და რაღაცა, მაგრამ გაცილებით მეტი იყო მოსალოდნელი. რაც შეეხება სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს, ეხლა იქაც როგორ გითხრა რა არის რაღაცა ესეთი არაერთგვაროვანი ერთის მხრივ აი ხა მაგალითად ყატარის საჰაერო სივრცეში გადაიჭირეს თითქმის ბალისტიკური რაკეტების უმეტესობა იგივე დუბაიში, მაგრამ დაეპარათ შაჰედები. მაშინ როდესაც აი მაგალითად ჩვენ უკრაინაში ხედავთ, რომ ასეულობით შაჰედს იჭერენ გადაჭერას ახორციელებენ უკრაინელები, თუმცა ეპარებათ ხოლმე ბალისტიკურები, ანუ ბალისტიკურის გადაჭერა იდეაში ბევრად უფრო რთულია, მაგრამ რაღაცა არის, იცი რომ ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობს ეს მაღალი კლასის სისტემები, პეტრიოტი, თაადი და ასე შემდეგ და ამ იმას სჭირდება არც ისე რაღაც მაღალტექნოლოგიური შედარებით იაფი არის, მასიური ეს ისინი რა, ხანდახან თქვენთქვევითაც აგდებენ და რაღაც ხელის თქვენთქვევითაც ამოერჩტო, მაგრამ უკრაინაში ამას შეიძლება ხედავთ ხოლმე ხან მამპადებით და ასე შემდეგ, მაგრამ მინიგანებით ნადირობენ რაღაც შოუფლენებიდან და რაღაც, ანუ არ არის ეს რაღაცა ისეთი რთული სამიზნე, თუმცა სპეციფიურია იმ თვალსაზრისით, რომ იქ აი ეს მდიდარი რაღაცა ესეთი შეიარაღებით, მაგრამ მცირერიცხოვანი ჯარის მქონე რაღაცა ქვეყნები მოუმზადებლები არიან და ანუ არ არიან და მიჩვეულე უკრაინაში უკვე მე რამდენი თვე ეწელია ეს რაღაცა ომის რეჟიმში ცხოვრობენ და ისინი უკვე მიეჩვენენ და რაღაც ადაპტირდნენ და ძალიან ბევრს ხრიან ასეთ რაღაცებს და იქითკენ რომ მიუჩვეულები არიან, აი ფაქტი არის, რომ რამოდენიმე შაჰედი გაეპარათ, იქ ხან სასტუმროდ დაეჯახა, ხან რაღაცას, ანუ ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებს დაარტყეს, მე აღმოჩნდა, რომ არა ბალისტიკურით და რაღაცა, არამედ აი მიაფიანი რაღაცა შაჰედის ტიპის და მაგვარი რაღაცა დრონით დაარტყეს ირანელებმა. ხო, ნუ რა შეიძლება ითქვას, ანუ საბოლოო ჯამში ჯერჯერობით ოპერაცია როგორც სხვათაშორის ტრამპმა თქვა, უფრო როგორ ვთქვა, აი მე წინასწარ ფიქრობდი ხო როგორ იქნება, ხო განვითარება. ნუ რაღაც ეტაპს პირველ ეტაპზე საჰაერო თავდაცვის ჩახშობა, შემდეგ აი პარალელურად ამ სარაკეტო დანადგარებზე ნადირობა, რომ ასე ვთქვათ, მაქსიმალურად უზრუნველყოფის რომ ვერ გაუშვან მათ რაკეტები, იმიტომ რომ უკვე გადაჭერას ჯობია, ანუ ის რა ქვია, შურდულის გაუნებელყოფას ჯობია, მეისრის გაუნებელყოფა, ეგეთი პრინციპი არსებობს და რა თქმა უნდა ჯობია იქითკენ ანუ შეტევა არის ამ შემთხვევაში საუკეთესო თავდაცვაშლება და ამ ტაქტიკით მოქმედებენ, მაგრამ აი ეს ხობეონები საჰაერო თავდაცვის ჩახშობა მაგალითად ხო და გაბატონება გაცილებით ადრე მოხდა ეგრევე ფაქტიურად
ვით მაგისტრის თუ თავშად მე ვარაუდობდი რომ ერთი კვირა ან 10 დღე დაჭირდებოდა აი პირველივე საათებიდან ეს მოახერხეს ხო ამ მხრივ არ დაჭირდათ დრო და ჩავთვალოთ რომ ეს რაღაცა უცებ გაიარეს ეს ეტაპი მაგრამ შემდგომი ეტაპები არ არის ფაქტი რომ ასევე სწრაფად გასავლელია იმიტომ რომ ირანის ტერიტორიაზე აქვთ უამრავი სამემე ათასობით რა და თითოეულ სამიზნეს ზოგს ერთი და ორი ბომბი კი არა ათეულობით და ასეულობით შეიძლება დაჭერდეს ამ გააჩნიათ ტიპებს ან ზოგი არის ჩაღრმავებული მიწის ქვეშა ზოგი არის მიწისზე და ზოგი არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ზოგი არის სამხედრო ზოგი არის აი ხო აი სხვადასხვანაირი ტიპის სამიზნეებია ზოგი არის აი ესეთი ძალიან დელიკატური გავშოთ შუა ქალაქში რაღაცა საცხოვრებელ კორპუსებს შორის დგას და იქ ზუსტად უნდა დაარტყა იუველირულად თუ არ დააზიანო გარშემო სამოქალაქო ანუ აი ბევრი ეგეთი ელემენტი არის რომელიც ნუ მოითხოვს ისეთ მუშაობას ერთბაშად ეს ვერ მოხდება მე ვფიქრობ აი ეს რაც თქვა ტრამპმა რომ თავიდან 4-5 კვირა და იყო გათვლილი ეგ არის მინიმალური ალბათ რაც დაჭირდებათ მიუხედავად იმისა რომ პირველი ეტაპი უფრო სწრაფად გადალახეს ვიდრე მოსაუბრებელი იყო თუმცა ეგეც მინდა ვთქვა ახლა რომ ტრამპს ახლა შეუძლია ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაცა მოიმიზეზოს და თქვას რომ იცი რა არის მე ლიდერები და ეს რაღაც ლიდერშიპი თავის სამხედრო ხელმძღვანელებიანად უკვე გავანადგურეთ იქ რაღაცა ობიექტები დავაზიანეთ და შეიძლება რაღაც შიშო ყოველ შემთხვევაში რომ უფრო ადრე არ შეწყვეტოს თქო დაბომბვა ვიდრე საჭირო არის ეგ მაგისი რაღაცა ვისა იმიტომ რომ ხანგრძლივი ომიში და პოლიტიკური იწუთა ელექტორალური თვალსაზრისით არაცხო და შეიძლება იმაზე ადრე შეწყვეტოს ვიდრე ეს მიზანშეწონილი იქნებოდა სამხედრო თვალსაზრისით და თან მაგრამ რახან იძახის რომ 4-5 კვირაო მე იმედი მაქვს იმიტომ რომ 4-5 კვირა ისეთი ვადაა რომ ამ ვადაში შესაძლებელი იქნება ირანისთვის ისეთი ზიანის მიყენება რომელიც ну დიდი ხნით საშუალებას არ მიცემს მათ პირველ რიგში სარაკეტო ტექნოლოგიები თავიდან ასე ვთქვათ ეს რა ქვია მრეწველობა აღადგინონ ბირთვული პროგრამა აღადგინონ და რაც თავარია დასუსტეს რეჟიმი იმ დონემდე რომ უკვე შიდა წევები რომ დაიწყება შიგნიდან და რომ მოჩერწონ ხო მოწოდებაც ხონდა ხა პირდაპირ ამ ოპერაციის აი ესე არ უნდა ველოდოთ რომ აი ოპერაცია უშუალოდ აი ყისიერად გამოიწვევს ან მისი მიმდინარეობის დროს მოხდება რეჟიმის ისა რეჟიმის პრაქტიკულად ანუ სულიერი ლიდერი მთავარი ვინც იყო იდეოლოგი და რაღაცა უკვე აღარ არსებობს სამხედრო ლიდერების უმეტესობა განადგურებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ისა მთელი ეს თეოლოგიური ეს რაღაც ფუნდამენტური ის აგებული იყო ხო უამრავი ხალხია ხა ეგრეც არა 90 მილიონი ქვეყნიან ქვეყანაში არიან რა ვიცი მე მილიონობით მათულების ხარდამჭერებს ხა თავისუფლებისთვის მებრძოლები ჩვენ გჯერა რომ მეტნი არიან მაგ ქვეყანაში მაგრამ ისინიც არ არიან და ცოტა იმის თქმა მინდა რომ ეხა ესე მარტო დაბომბით იმათის შესუსტება შეიძლება რომ მეერე შეიძლება ამისი რაღაცა მაგრამ ჯერ დაბომბები უნდა ჩაცმეს ეხა დაბომბების დროს ეხა გამოვიდეს ხალხი ქუჩაში ცოტა ისეთი თემაა რა ჯერ თვითონ ეუბნება რომ სახში დაჯექითო რომ შემთხვევით არ მოყვეთ ასე თქვა დაბომბებში იმიტომ რომ ჩირად ქალაქის ფარგლებში ხდება დაბომბვა ხო ეხა იქ 500 კილოგრამიანი და 1000 კილოგრამიანი ბომბი რო ვარდება ან კასეტური მეთომედეს თუ ვარდება და რაღაცა ხა ეგეც არ არის რომ ეს რა ქვია ვერ გაარჩევს ისა ფერმა არის ის ნამსხვრევი და ისა და შეიძლება მშვიდობიანი იმის მსხვერპლიც მოყოს ანუ ამ კუთხით ეხა მან ამ კუთხით ნებისმიერ რომ აქვს ასე ვთქვათ ჭყალებში ხავეზი ანუ ვერ ისე სუფთად ვერ ჩაატარებ რომ საერთოდ არ მოყოს მსხვერპლი და მithumetes ასეთი მასიური დაბომბვები როცა ну მე კიდე გავცელდა ეგეთი ვიდეო კადრები სადაც ეს დაპატიმრებული აქციებს საპროტესტო აქციები დაპატიმრებული ხალხი რომელსაც ჯერ სიკვდილის ჯიდნენ მაგრამ მე შეწყვიტეს როგორც ტრამპმა თქვა ჩემი იმით მოკარისმერეო ну როგორც შევს ძევლებად დაიტოვეს და ეხა ნაწილი გადაყავთ იმ ობიექტებზე რომლებიც სავარაუდოდ სამიზნეთა ბანკში არის ისრაელის და ამერიკის ანუ სადაც უნდა დაარტყან იციან მნიშვნელოვანი რაღაცა შტაბები ან რაღაცა ესეთი ობიექტები თქვათ იქ რაღაცა სამხედრო საწყობები სადაც არის რაკეტების მარაგი ან რაღაც რა ვიცი დრონების და რაღაცა და იქ ცოცხალ ფარად ხდება ამ ხალხის განლაგება ამის ეხა ისა ამის გამო არ ვიცი უარი თქვა თუ არა დარტყმას სიმართლე გითხრა მაგრამ აი ესეთი ცუდი რაღაცეებიც ხდება ესე რომ ვიცოდეთ რა ირაკლი არაერთი კონფლიქტი სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი მაქვს გაშუქებული და პირადად ჩემი როგორც სამხედრო ჟურნალისტის
გაკვირვება გამოიწვია სწორედ იმ ფაქტმა, რაც შენაც აღნიშნე, რომ ასე უცებ სრული საჰაერო დომინაციის მოპოვება ჩემთვის მოულოდნელი იყო ჩემთვისაც. გარდა ამისა, მე მინდა ოთო შენთან გადმოვიდე კითხვით. გარდა ამისა, ომამდე წინა პერიოდში კარგი რუსული პროპაგანდის ტრადიციებით გაჯერებული, ასე ვთქვათ, ირანი ხშირად ავრცელებდა ხოლმე ვიდეო მასალებს იგივე Associated Press-ზე ვრცელდებოდა, რომ აი მაგალითად გამოსცადეს ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა, რაღაც ახალი ტექნოლოგიებით კოსმოსში გაუშვეს სატელიტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეალობა სულ სხვას აჩვენებს. კი, რაღაც ძალა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი არა, როგორც ვთქვათ, ბევრი ელიგა. რა ვითარება აქვს, ვთქვათ, ირანის შეიარაღებული ძალების შიდა სივრცეში იგივე გუშაგთა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შიგნით, იმიტომ რომ როგორც შენ არაერთხელ ხშირად პოსტავ ალფა-სიხშირეზე, ერთ-ერთი იყო ის, რომ როგორც კი ახალი ვინმე დაინიშნება, სარეზერვო ხდება და ამოდროულად კიდევ ვიღაც ყავს სარეზერვო. შენი გამოსილებიდან, აი მიმოხილვას როცა აკეთებ ამ თემის, რეალურად რა ძალას რა არის რეალური ირანის ძალა, რაში გამოიხატებოდა? გამოიყენეს რამე ჰიპერბგერითი რაკეტა? იყო ერთმანეთი. კი, ჰიპერბგერითი რაკეტები აქვს, როგორც ცნობილია, Fateh-1 და Fateh-2, ეს არის დაახლოებით 13, ყოველ შემთხვევაში ფურცელზე ესე უწერია ტექნიკური მახასიათებლების აღწერისას, რომ ეს რაკეტები და კიდევ არის რამდენიმე სხვა ტიპის რაკეტები, რომლებიც ავითარებენ 13-დან 15 მახამდე სიჩქარეს. იყო ესეთი ცნობები, რომ ეს რაკეტები ჯერ გამოყენებული იქნა შარშან 12-დღიანი ომის დროს, თუმცა მაშინ ისრაელის ანტისარაკეტო სისტემებმა ERO-3-ებმა გადაიჭირეს თელ-ავივის თავზე, ასევე IGC-ის საესქადრო აღმოსნებზე არსებულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა და მათმა ანტირაკეტებმა სტანდარტულ სამებმაც მოახდინეს ამ რაკეტების გადაჭერა. ანუ ეს არ არის ისეთი რაკეტები, რომელიც ვერ გადაჭერადია, თუმცა რა თქმა უნდა სჭირდება სპეციფიკური რაკეტები, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, იქნება ეს ERO-3, იქნება ეს თუნდაც რა ვიცი THAAD, თუ აგერ სტანდარტ მიზოდი, რომელსაც ისვრის ამერიკის საესქადრო აღმოსნები არდიპერკის. მე ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ ისრაელისა და ამერიკის ჩართულობის ფონზე ჩანს ირანი ესეთი სუსტი. თორემ რეალურად ყველაფერი გქონდა ირანს იმისთვის, რომ ჩვენ აღქმა ქონოდა იმისა, რომ საკმაოდ ძლიერ შეერაღებულ ძალებს წარმოადგენდა ის, თუმცა გააჩნია ვის უპირისპირდება, ხო? ამ შემთხვევაში უპირისპირდება იმ კოორდინირებულ ძალას, რომელიც დღეს ალბათ მსოფლიოში არის უნიკალური იმ მხრივ, რომ კომბინირებულ ოპერაციებს აი ამ საჰაერო შეტევების მხრივ ატარებენ ისე, რომ არის უნაკლო ფაქტობრივად. იყენებენ ხო აი იყო ამ ომის დაწყებამდე შიშები ამერიკამაც ახსენა, რომ ირანიდან ჩასული იყო ესეთი რადიოლოკაციური სისტემები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელსაც ბევრად უფრო უნდა ესახელებინა საკუთარი თავი ჩინეთიდან, რომ განსხვავებით 12-დღიანი ომისა, ეს განცდები იყო, რომ აი თითქოს ამდენიმე ბორტს დაკარგავდნენ ებრაელები და ამერიკელები და გაუჭირდნენ. ამერიკელები იმზადებოდნენ. კი, ამერიკელები ამბობდა ემზადებოდნენ, იქ რამდენიმე სპეცთვითმფრინავიც კი, ესე ვთქვათ, რეგიონში განლაგდა, რომელსაც უნდა აეყლანა ეს ჩამაგდებული ბორტის პილოტები, ანუ ამას განიხილავდნენ, რომ ექნებოდა დანაკარგები. თუმცა ის პირველი ფაზა ისე გაიარეს, რომ ფაქტობრივად ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეხვდა და ასევე ეს კონფლიქტი არის იმითაც აღსანიშნავი, რომ მასობრივად იქნა გამოყენებული მეხუთე თაობის თვითმფრინავები, F-15-ები და F-22-ები აი ამ საფედრო ოპერაციის დაწყების პირველივე საათებში, რამაც შემდგომ ესე ვთქვათ ერთგვარი ბიძგი მისცა იმ მოცემულობის დადგენისა, რაც უკვე დღეს გვაქვს და ეს არის ის, რომ ისრაელის საჰაეროს აგერ ახლა ჩვენი აი ამ ლაივ ჩაწერის მიმდინარეობისასაც დავდე ვიდეო, რომ თეირანი მასობრივად იბომბება ისრაელისა და ამერიკის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლების მიერ. თავარი, ესე ვთქვათ, ფუნქცია, რომ მიანიჭო რომელიმე თვითმფრინავს, ან რომელიმე
ესე ვთქვათ, სისტემას, ეს არ იქნებოდა სწორი ამერიკისა და ისრაელის შემთხვევაში ვლაპარაკობ, რომელიც იქნა ერთგვარი თითქოს რაღაცა game changer-ი იმ ესე ვთქვათ, უპირატესობის მოპოვებისა, რომელიც დღეს აქვს ამერიკას და ისრაელს. მთლიანმა სისტემამ იმოქმედა ბრწყინვალედ. იქნებოდა ეს რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები, პირობითად EA-18 გროულერები, იქნებოდა AWACS-ები, იქნებოდა თუნდაც საჰაერო თავდაცვის სისტემების ახმალტო ბაზირების, თუნდაც ფლოტი, ყველაფერი ამ ეტაპზე, როგორც იქამ თქვა, მუშაობს ბრწყინვალედ და ვერაფერს ვერ აკეთებს დიდად. ირანს გააჩნია ჯერჯერობით ალბათ საათობით 1500-დან 2000-მდე აი ამ რაოდენობაში ექნება ჯერ კიდევ შერჩენილი ბალისტიკური რაკეტები და ის კიდევ მოახერხებს რაღაც ეტაპზე ამ რაკეტების გაშვებას, თუმცა მე ვერ ვხედავ როგორ უნდა გადაიხჩინონ თავი იმგვარად, რომ ესე ვთქვათ, ამერიკა და ისრაელი დანაკარგების მიღების ფონზე აიძულონ, რომ უკან დაიხიონ და უარი თქვან მინიმუმ, ჯერ არ ვიტყვი რეჟიმის ცვლილებაზე, მინიმუმ დასახული ამოცანის შესრულებაზე. დასახული ამოცანები, როგორც მარკო რუბიომ თქვა, შემდეგ ტრამპმაც თქვა, შემდეგ JD Vance-მაც თქვა, არის ის, რომ JD Vance-მა თქვა, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდესო და ეს ბირთვული იარაღის ქონა ფლობა მან დაუკავშირა იმას, რომ სარაკეტო შეიარაღების მარაგები უნდა, ესე ვთქვათ, გამოიბიტოს. ხოლო რუბიომ პირდაპირ თქვა, რომ უშუალოდ ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა უნდა იქნეს იმ დონეზე შემცირებული ან განადგურებული, რომ მას არ ჰქონდეს რეგიონში მოკავშირე ქვეყნების დატერორების შესაძლებლობა. ანუ ეს არის პროგრამა მინიმუმი, ესე ვთქვათ. ისრაელის პროგრამა მინიმუმიც სწორედ ის არის, რომ აი ეს ომი როდესაც მორჩება, რაღაცა პერიოდის მერე ხო დასრულდება, არ უნდა დაადგეს იმგვარი ეტაპი, როდესაც ირანი ხელახლა დაიწყებს საკუთარი ბირთვული პროგრამის აღდგენას, საკუთარი სარაკეტო პოტენციალის სწრაფად აღდგენას და ისრაელს პირობითად არ მოუწევს მომავალ წელს ან 2 წლის მერე გაიმეოროს აი ესეთი მასობრივი ოპერაცია. იმიტომ რომ ყოველთვის შეიძლება ესეთი წარმატებული ოპერაცია არ გამოდგეს, ხო? იმიტომ რომ შეიძლება შენმა მტერმა რაღაცა ისეთ აგეგმოს იმ ესე ვთქვათ, თუ გადარჩება ყოველ შემთხვევაში ეს რეჟიმი, მაგას ვახო დაგეგმოს იმგვარად, რომ წარსული შეცდომებზე დასკვნები სწორად გამოიტანოს, სწორად შეაფასოს ეს ხარვეზები და დაიწყოს აღმოფხვრა და შემდეგ თუ ესეთი ოპერაცია ესე განმეორდება, აღარ გამოვიდეს ეს წარმატებული როგორც არის. ამიტომ ისრაელს ამ საქმის მიყვანა ამერიკის მხარდაჭერით ბოლომდე გადაწყვეტილი, ეს გამოიწვევს თუ არა რეჟიმის ცვლილებას მისთვის სიმართლე რომ ვთქვათ ნაკლებად არა, მაგრამ ესე ვთქვათ ეგზისტენციალური მნიშვნელობა არ გააჩნია. მისთვის ეგზისტენციალურ მნიშვნელობას წარმოადგენს ბალისტიკური რაკეტების, ბირთვული იარაღის პოტენციალის იმ დონეზე, ესე ვთქვათ, შემცირება და განადგურება, რომ ეს რამდენიმე წელში ისევ არ განმეორდეს. და ბოლოს ვიტყოდი, თუ ეს ოპერაცია წარიმართა იმგვარად, რომ ვერ მოხდა რეჟიმის ცვლილება და იქ როდესაც რაღაცა ეტაპის მერე ხალხი დაიწყებს გამოსვლას და მათ ვერ შეცვალეს ხელისუფლება ვერ დაამხეს, შემდგომ მე ვფიქრობ, რომ იქაც დამეთანხმება ისრაელი და ამერიკა ალბათ ირანში იმგვარ ქაოსს შექმნიან, რომელიც იქნება ერთგვარი უმართავი პროცესების დასაწყები და ამას ალბათ გამოიწვევს ირანის ერთადერთი საკვები მატერიალური საშუალება, რომელიც მას მრავალი ათეული წელია აი ამ სანქციების პირობებში აძლევს ეკონომიკის არსებობის საშუალებას და ეს არის ენერგორესურსები. თუ ვერ მოხდა რეჟიმის ცვლილება, რეჟიმის დამხობა, ისრაელი და ამერიკა დარწმუნებულია, რომ დაიწყებს მასობრივად ირანის ენერგოობიექტების, იქნება ეს გაზგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობაზები, ნავთობგადამკაჩი სადგურები, მილები, თუნდაც ტანკერები, ოღონდ სავარაუდოდ დაუთვირთავი ტანკერები, იმიტომ რომ ეკოლოგიური კატასტროფა არ შექმნას, ამ ყველაფერს დაბომბავენ, ხოლო ის ტანკერები, რომელიც ახლა ზღვაშია გასული და გატანილი აქვს რაღაცა დიდი, როგორც ცნობილია, დიდი რაოდენობის ნავთობი იქნა ევაკუირებული ამ თავდასხმამდე 3 დღით ადრე, იმათ დააკავებენ, ესე ვთქვათ, სრულ იზოლაციაში მოაქცევენ ირანს. აი ამის შემდეგ უკვე ირანს უბრალოდ ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული პროგრამის აღდგენის ფული კი არა, საკუთარი რეჟიმის შესანახი ფული აღარ დარჩება, იმიტომ რომ ვეღარ გაყიდის საკუთარ უმნიშვნელოვანეს ენერგორესურსებს.
ოთო, ერთი არის ვთქვათ ის, რომ იარაღი აქვს და კონფლიქტის დროს გამოიყენებს ის ქვეყანა კონკრეტული ქვეყანა იარაღს. მეორე არის მოკავშირეები. სწორედ მაგაზე რჩივი ვარ მე პირადად, როდესაც საქართველოს პარალელს ვავლებ ხოლმე ესეთ შემთხვევაში, რომ საქართველოს ახლა მოცემულობაში, ამ მოცემულ პროცესში არის მოკავშირის garaშე დარჩენილი, ღმერთმა დაიფაროს, რაიმე შეიარაღებული დაპირისპირება ქვეყანას მოუწევს ფაქტობრივად მარტო დაუდგეს ამ გამოწვევებს არაფრის garaში. არაფრის garaში, არანაირი მოკავშირე ქვეყანას არ აყავს და რაღაცა. თუმცა ირანს ყავდა მოკავშირეები, საკმაოდ ძლიერი მოკავშირეები ქაღალდზე, მათ შორის რუსეთი, ვინ არის რეალურად ირანის მოკავშირე? დარჩა ირანი. ლაურმა როგორც თქვა, ის როგორ ჩვენ სანქციებს არ დავაწესებთ ამის გამო. სხვათავენ. ანუ მოკავშირე კი ყავდა ჩინეთი და რუსეთი, მაგრამ სამხედრო, ასე ვთქვათ, სამოკავშირეო შეკულება მათთან არ ჰქონია. ანუ იმისთვის დროსით. თუმცა სტრატეგიული რუსეთთან დადო რამდენიმე წელს. ხო, მაგრამ აი ვთქვათ, უკრაინაც როდესაც ერთმანეთს ერთზე თავდასხმა ნიშნავს მეორეზე თავდასხმას და ერთდროული კოლექტიური უსაფრთხოების პაქტი არ ქონია. ფაქტი არცეთან არ ქონია. ახლა არაბულ ქვეყნებთან რომ პრობა აქვს და არამეგობრული ურთიერთობა ვიცით. ერთ რუსეთები ყავს. ხო, პერიოდულად თალიბებთანაც კონფლიქტი აქვს. პაკისტანთან რაღაც საომარი მდგომარეობა არ აქვს, მაგრამ ნუ მაინც ამ სუნიტებთან ხანდახან რაღაცებს ვერ იყოფენ. ანუ პრინციპში მეგობრები არ ყავს, ერთი ყავს ჰუსიტები, მაშინ რა ქვია იემენში და ლიბანელი ჰეზბოლა. ეგ დარჩა და ეგ და ნუ ერაყში ყავთ ეს შიიტური მილიციები, ეგრეთ წოდებული ქეთაიფ ჰეზბოლა. ანუ მაგრამ ეს არის რაღაც ტერორისტული ორგანიზაციების ქსელი და მაგასაც ახლა ბოლომდე ხელსარუშევს ეგენიც ახლა ისე არაა მოქმედა ჯერჯერ კი გაისროლა ხეზოლა მიმალიბანიდან მაგრამ და ეგრევე მიიღო რა სხვათა შორის ის მინდა თქვა სახმელეთო ოპერაცია დაიწყო კოკოფერუმის ზონის შექმნა დაიწყო საფორმა ტანკები დაძრეს და რაღაც ანუ შარში გახვია ეგენიც ამ მაგათი ბოლომდე დაკარგვაც არ უნდა მაგრამ მეორეს მხრივ ხა თუ არ გამოიყენებს როდესღა გამოიყენებს ახლა უდგას რაღაცა გადარჩენის მომენტი უბრალოდ მალევე დაუდგება ახლა შეიძლება ჯერ კიდე ფიქრობენ რომ აი ეს დაბომბვები იქნება თავისით რაღაცა მიინავლოს ამოეწუროთ ეს რაღაცა საბრძოლო მასალა და პაუზა დაიჭირონ და მე საერთოდ შეწყდეს რაღაცა ისეთი აი ოჭოფული მდგომარეობა აქვს რა ერთის მხრივ თითქოს ყველა დაბომბეს გადაბომბეს ყველა მეზობელი ყველა ეს არაბული ქვეყანა პრინციპში ბაჰრეინი უმასაც კი რომელთანაც არ აქვს ცუდი ურთიერთობა იმათაც დაარტყეს ბაჰრეინს, კუვეიტს, მას რა ქვია ერაყს, სირიასაც ერთი ესროლეს, იორდანიას, რა ვიცი, რეგიონში თუ კი ვინმეანი ანუ დუბაი, ეს რა ქვია ყატარი, საუდის არაბეთი ყველას ესროლეს. თან საუდის არაბეთს ყველაზე მეტი ესროლეს სხვა შორის მას რა ქვია გაერთიანებულ საემიროებს და საუდის არაბეთს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყეს ეს არის ყველაზე დიდი არამკო. რუსეთზე მინდა კითხვა, რატო არიან ჩაჩუნებულები? ერთი მესმის რომ უკრაინაში ძალიან იქ არიან გაჭედილები. ორი მომენტია, ერთი რომ ჯერსეც უძლურები არიან, პრინციპში ვერაფრით ვერ დაეხმარებიან, ახლა მოდი რა ვთქვათ, რუსეთი ძალიან დიდი ძალაა, მაგრამ ისი თავი ძალა არის ამ ვირტუალ შეიარაღებაში, რომლითაც მთელ მსოფლიოს ასე ვთქვათ, აშანტაჟებს და ჩვეულებრივი შეიარაღებით ის არაფერ დიდ ძალას აღარ წარმოადგენს ვითომეტეს. ალბათ კონვენციურ ომში ამერიკასთან ეს ბედი ხდებოდა მას წილად რაც ახლა ირანს. არ ხარისხობრივად არაფერი უკეთესი არ არის, არც რაოდენობრივად უკვე რა. ანუ არაფერი ხიძალას არ წარმოადგენს, მithumetes არ შეუძლია დისტანციურად ამ ძალის პროექცირება, ანუ ხა იქრე რამ არც ფლოტი ყავს, არც ისა რომ გადაისროლოს და რაღაცა. იარაღის მიწოდება შეეძლო, მაგრამ მაგის იარაღმაც ხა იქ დიდად თავი არ გამოიჩინა. ანუ არც აქ რა საშუალება სიმართლე ვთქვათ, ხო არის კიდე მეორე ცოტა ესეთი რაღაც შეთქმულების თეორიები, რომ რაღაცა გარიგებაც არსებობს, რომ აი უკრაინის ანაცვლოდ ვენესუელა და ეს დათმო. იცი რა არის, აქ უკვე როდესაც ეს უძლურება გაქვს, ხო, როცა შენ იძულებული ხარ, რომ შენ იმ წყალებში მოკავშირეები ფეხებზე დაიკიდო, იმიტომ რომ ვერ ეხმარები, ნუ იქ შეიძლება რაღაცა თქვა, რომ აი მე ვთმობ იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება ასეთი რაღაც კულუარებში ეგეთი საუბრებიც არის, მაგრამ ფაქტი არის, ვერც ვენესუელას დაეხმარებოდა, ვერც მან მადუროს, ვერც ამ რეჟიმს დაეხმარებოდა და
ვერც სირიაში ახლა ჯარი ბაზა ჰქონდათ ისა ნამდვილად დაინტერესებული იყვნენ იქ დარჩენით და ვერაფერი ვერ დააკეთეს ხო შარშანთ. ანუ ვის თქმა მინდა დასუსტა რა რეალურად რუსეთი ახლა ის რეგიონალური ძერჟავაც კი უკვე ნუ ისე არის რა ძალიან პირობითად ირანიც ახლა ირანი იყო აი რაღაცა პიკზე იყო ერთ პერიოდი იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ეგრეთ წოდებული შიიტური ნახევარმთვარე შექმნა ან ერაყში მოიკიდა ფეხი მიუხედავად იმისა რომ 9 წლიანი ომი ჰქონდათ რომელიცაც მილიონი ერაყელი დაიღუპა ხო იქ და ანუ სისხლიან მათ შორის და რაღაცა მიუხედავად ამისა იქ განავრცო თავისი ისა და ეს ხიდი გადო სირია ერაყი სირია მაშინ ლიბანში და მანდელა ყველა ატაკიამდე ხო ანუ გავიდა პრაქტიკულად ხმელთაშუა ზღვაში და ქვემოდან იემენელების საშუალებით აი ეს შექმნა მაგრამ აი ყველგან ეს წააჭრეს რა 7 ოქტომბრის მერე როცა ეს ოპერაცია წამოიწყო ამ ისრაელმა და ჯერ ჰამასთან სხვა ჰეზბოლას და მერე აქ რა ქვია სირიაში ეს მოვიდა ხალი ხელისუფლება და დაამხეს ასადის რეჟიმი, ანუ პრაქტიკულად ყველგან ამოუკვეცეს ხა ყველაზე დიდი გავლენა, აი თუ არ ჩავთვლით ან ლიბანის სამხრეთს ამ ჰეზბოლას, ყველაზე დიდი გავლენა და იემენის რაღაც მცირენოცა სადაც ეს ხუსიტები არიან, აქ კიდე ერაყში რა სპარჩოს რა. და ერაყში იყო ხა გუშინ წინ იყო რაღაცა თავდასხმები ამერიკის საელჩოზე იქ რაღაცა ანუ ოფიციალური ხელისუფლება ამ საერთაშორისო იცავს, მაგრამ სადღაც ხო გადაზვინდა რაღაცა ნუ აქვს იმათ რაღაცა ისინი თაგზეაკი დანადგარებიც აქვს ნათხოვნებიც აქვს და იმასაც ხანდახან ესვიან ხომ მეცათხეები მან და არის რა სუნოდიან ხო ეხლა ოთომ რაც ლაპარაკა ძალიან საქმე სხვა შორს ძალიან მომეწონა ყველა ბევრ ამაში ყველაფერში ვეთანხმები უბრალოდ რომ რა შემიძლია დავამატო ხო ძალიან სწორად აღნიშნა რომ ეს პირველი ომია აი შენ პირველ კითხვაზე რაც აი დამისვი იმაზეც არ გასწორო ეს პირველი ომია როდესაც ანუ ყოველ შემთხვევაში ეს ახლა ოპერაციის საწყის ეტაპზე ავიაციის 2/3 არის მეხუთე თაობის, ანუ სტელს თვითმფრინავები ეს არის F-35-ები და F-22-ები, ანუ ძირითადად ანუ ვინც შეფრენას ახორციელებს უშუალოდ და ღრმად დაფრინავს ეს თქვა ირანის ტერიტორიაზე არის სტელს თვითმფრინავები, მათი აღმოჩენის ანუ ეს გავრცელებული მითი რომ ის საერთოდ უხილავი კი არ არის ჩანს რადაზე, მაგრამ ჩანს გაცილებით უფრო დავშოთ ჩაოლებრივი თვითმფრინავს თუ რაღაც მონაცემების რადარი პირობითად აღმოაჩენს 300 კილომეტრზე, ამას აღმოაჩენს 25-ზე, რაღაცას 100 კილომეტრზე აღმოაჩენს, იმას საერთოდ ვერ ხედავს თითქმის საერთოდ ვიზუალურად უფრო დაინახოს. სხვა შორის მაგმხრი დილით რო დაიწყო ეს ოპერაცია ცოტა მოულოდნელობის ეფექტისთვისაც გაკეთა, იმიტომ გაკეთა რომ პირველი უნდა დაერთხათ იქ კონდათ მონაცემები რომ აიათოლა იმეფებოდა თავის ამშტიმეთთან ერთად თათბირზე და ამიტომ დაარწეს, მაგრამ საერთოდ დღისით ეგეთი დარტყმები აფერციელდება ხოლმე, იმიტომ რომ ეხლა თანამედროვე ტექნოლოგიები ინდონეზე დავიდა რომ რადარზე და იმაზე მეტად აი ვიზუალურად აღმოჩენის მეტი შანსია რა და დღისით გაცილებით ანუ ეფექტად დაინახავ რა ამონცენიაში რთული არის, ამიტომ როგორც წესი მიჩვეული ვართ ხო ჩვენ ახლა 90-იანი წლებიდან ეს პირველად უდაბნოს ქარიშხალის ოპერაციის დროს გამერო დაიწყო დაბომბვა, ეხლაც გვეგონა რომ აი და მოსაღამო და აბსოლუტურად საღამოს უნდა დაიწყოს გამე როცა იქ სიბნელი არის და დღის შუქანდეს ანუ გათენდება რა ისა უნდა დასრულდეს რა მე ეს თითქოს დაბომბები და აქ მოხდა პირიქით ანუ დილის 10 საათზე 11:30-ზე დაიწყო და მე გრძელდება ხო ეს იყო უცნაური თუმცა ამან გაამართლა ანუ არაფერი ამითი არ გაზრდილა ანუ ამ ჩამოცნილი ფთოსანი რაკეტების ან რაღაცების რიცხვი ანუ ვერაფერით მაგი ისო დღისით დაიწყეს ამას აქტიო არტიფინოვიჩა დაუკარგავთ ამერიკელები და რაც მოვიდი ეს რაც აღსანიშნავია. ხო, ნუ კიდე ისიც გამიგდა ახლა მიმდინარეობას და იმას რაც შეეხება და თო მაგნიშნა ამ ეკონომიკური ობიექტების ან ინფრასტრუქტურის ნავთობის და გაზის ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე, ხო? სწორად რაღაც არის მანდ ესე იგი პრინციპში ხო თუ ანუ პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია რა რომ აი არსებობს ასე ვთქვათ მისაღწევი პროგრამა მინიმუმი და ეს არის ირანის ინდონეზიამდე დასუსტება რომ ბირთვული პროგრამა ვერ განაგზოს და რაკეტების მშენებლობა ეს არის პროგრამა მინიმუმი რა მეორე არის საშუალო ის რომ დაასუსტონ ზოგადად რომ აი ეს პროქსებიც ვერ დააფინანსონ, აი ეს რაღაცა ტერორისტული ორგანიზაციები ვერ დააფინანსონ და ტერორისტული აქტივობა
და ზოგადად რაღაცა დაიწყოს უკვე ხელისუფლების ყევა, ასე ვთქვათ, მაგრამ მესამე არის regime change. მაგრამ აი თუ regime change ვერ ხორციელდება, დასუსტების ის ყველაზე ესეთი მეთოდი არის მართლა რომ ეკონომიკა დაუნგრიო. ოღონდ ეხლა მანდ არის ესეთი დილემა რა უდგათ რომ თუ ეკონომიკას იმ დონეზე დაუნგრევენ, რომ მე დაუშვათ და ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს რაღაცა კარგი, ასე ვთქვათ, ხელისუფლება იმან რომ დაამხაროს წესრიგი და აღადგინოს ქვეყანაში რა ქვია კანონიერება და კანონის უზენაესობა და ასე შემდეგ, იმას სჭირდება ძალა სჭირდება ფინანსები და ეს ფინანსები ხა თუ არ ექნათ და ეკონომიკა თუ იმ დონეზე დანგრეული იყო რომ ვეღარასდროს ვეღარ ემასაკნეს ასე ვთქვათ დააფინანსეს ის თავისი საყრდენი ძალოვანებით, ხო? მაშინ ანუ პრაქტიკულად წირავ ქვეყანას ხანგრძლივ ქაოსზე და აი ეს არის ახლა მათი დილემა რა რაღაც ეტაპზე დადგება რა ამ ოპერაციის წარმოებისას რაღაც ეტაპზე დადგება როცა ეს სამიზნეთა ბანკი ეგრეთ წოდებული ამოიწურება აი ძირითად რაღაც სამიზნეებს გადასაბამბია დასასუსტებლად სამხედრო შესაძლებლობების და სამხედრო სამრეწველო შესაძლებლობების მერე დაუდგებათ ეგ ეტაპი რომ ეხლა რა ვქნათ შევხედეთ აი როგორ ვატყობთ თუ ხელისუფლებას ვერ ვცვლით და უნდა დავამთავროთ ეს ყველაფერი ანუ რა შვებით მაინც იმეც ვიტოვებთ რომ აქ ვიღაცა ნორმალური მოვა და იმას მოდი ნუ დავახვედრეთ თლათ გაცამტვერებულ ეკონომიკას ირანისას თუ გავაცამტვეროთ და დავტოვოთ და ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ესენი საფრთხე არ იქნება და ერთმანეთს დაჭამენ აი ის ექნება აუცილებლად დილემა და მე ვფიქრობ ამ გადაწყვეტილება მიღებული არც არის იმიტომ რომ ეს მომავალი შეფასების მომენტი იქნება რაღაც შეიძლება პაუზას დაიჭირონ და მაგდროს რა ეხლა დღეს მეც შეიძლება აღნიშნავ ხოლმე რომ გამორიცხული აქ სახმელეთო ოპერაცია და რაღაცა მაგრამ ტრამპმა გუშინ ახსენა რომ არ გამოურიცხაო სახმელეთო ოპერაციას ეხლა ეს ბევრმა მაშინ ბევრი შეიყვანა რაღაცა ერაყი გაახსენდათ და ეს ანუ და მაშინ შეიყვანა რა ვერ დაიბნა ხალხი რომელიც უკვე ტალღაზე გადაეწყო რომ ხო ვიცით რომ იქ არ არის ახლა არანაირი სახმელეთო ოპერაციისთვის არაფერი მზად ანუ ამერიკის ჯარების არათუ საკმარისი რაოდენობით არ არის საერთოდ არ არის ანუ ფაქტიურად ეხლა დაცლილია რა ყველა ბაზები დაწალეს ევაკუაცია მოახდინეს მინიმალური ანუ რაღაც საელჩოებში არიან ეს მარინესები არიან ეს ტრადიციულად რომლებიც იმას იცავენ და რაღაცა პერიმეტრს და რაღაცა ანუ რასაც ვია ესეთი რეგულარული ჯარის წარმომადგენელი იქ არავინ არ არის სახმელეთო რა და იმისთვის რომ იქ სახმელეთო რაღაც დაჯგუფება შექმნა რომელიც დაუშვათ რაღაცა შეიძლება საექსპედიციო რაღაც საოკუპაციო რაღაცა ის განახორციელონ ხო მაგას ჭირდება რა ვიცი ლოჯისტიკური მომზადება რამოდენიმე თვიანი 6-7 ამდენ ხანს ეს დაბომბვა ნამდვილად არ გაგრძელდება ანუ ეს ოპერაცია ყველა ვარიანტში დასრულდება მანამდე და ეს ოპერაცია უშუალოდ ამ ოპერაციის შემდეგ არანაირი სახმელეთო ის არ იქნება რა კომპონენტი აქ სპეცდანიშნულების რაღაც რაზმების მოქმედება შეიძლება ეხლაც არის არ ვიცით და მერე გამჟღავნდეს ეხლა შეიძლება იქ მოქმედებენ სადღაც ირანის ტერიტორიაზე ვაცეს საიდუმლოდ და არა საჯაროდ და მერე შეიძლება გასაჯაროდეს ამის შესახებ ინფორმაცია რაც შეეხება აი ისეთ ოკუპაციას 2003 წლის ოპერაციის მსგავსზე თუ ლაპარაკობთ ხო მე ვფიქრობ რომ გამორიცხული არ არის ოღონდ ეგ როგორც მინიმუმ მან ხო გეუბნები მაგისთვის მზადება უნდა დაიწყოს და რამოდენიმე თვიანი იქნება მე პრაქტიკულად გამოვიცხა 2003 ტიპის მსგავს ოპერაციას როდესაც მთელი ქვეყნის დაკავება და ესე რეჟიმის ცვლილება მაშინ ამერიკა უფრო მეტი სხვა კოალიციაში მეტი წევრი იყო ვიდრე ახლა მარტო პრაქტიკულად სხვა შორის მაშინ ვიყავდა ბრიტანელები ყავდა და პოლონელები გრომი და მერე დაერთო მაშინ საქართველოს კონტინგენტიც იყო საკმაოდ 2008 წელს ბრიგადის დონე ხო ხო მან მთელი ბრიგადა არ იყო მაგრამ მათ ხო ორი ბატალიონი იყო და ის იყო ანუ კიდე რაღაც დამხმარე ქვედანაყოფები ანუ 1500-1700 კაცამდე იყვნენ თუ ასწრები და სასწრაფოდ გადმოისროლეს მაშინ 17-ით მახსოვს 2008 წელს მაგრამ რაზე ვიძახე ხა ან ეგეთი ტიპის სადაც ესენი პოლიციურ ფუნქციებს შეითავსებენ და იქ რაღაცა შეესწებიან დემოკრატია დაამყარონ არ იქნება მაგრამ
არ გამოურიცხავ თუ იქ რაღაცა სამოქალაქო ომის ვითარება შეიქმნა, თუ ორმუზის სრუტეს საფრთხე შეექმნა მუდმივი და რაღაცა, ამერიკა მაგალითად განახორციელოს არა მთელი ამ რაღაცა უკრაინაზე დიდი ტერიტორიის და 90 მილიონიანი ქვეყნის მთლიანი ოკუპაცია და იქ რაღაც მთელი ამ სივრცის კონტროლი კი არა. აი მაგალითად როგორც სირიაში იყო, სირიაში ალტაფის ბაზა ჰქონდათ და იმაში ჰქონდათ კურთებით დასახლებულ რაიონებში სირიის, სადაც ნავთობით დეირეზორში იქ ჰქონდათ ეს ისინი, რა ქვია, ბაზე რაღაცა გარკვეულ ტერიტორიებს აკონტროლებდნენ, ხო? შეიძლება ეს ორმუზის სრუტეში ნაპირთან რაღაცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის მონაკვეთი აიღონ, შეიძლება ეს კუნძული აიღონ ხარკი, სადაც ეს რაღაცა ხაბია გაზის და ნავთობის და ის რაიონები აიღონ, სადაც გაზი და ნავთობია და თქვა, რომ აი ჩვენ ამას ვიღებთ, თუმცა კი არ მივიტაცებთ ამ ნავთობს და გაზს და კი არ დავაყაჩაღებთ, ასე ვთქვათ, ამ ქვეყანას, არამედ აი დაუშვათ თუ ჩამოყალიბდა იქ რაღაცა მხარეები, აი ჩვენ გაყიდული თანხიდან დავეხმარებით იმ დემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც ებრძვის რაღაცა ამ ნარჩენებს თუ რაღაცა მეორე მოწინააღმდეგე მხარეს, ვინც იქნება ამ აიათოლას მომხრეების თუ ესე ჩამოყალიბდა. ანუ მაგისთვის ფორმირება უნდა მოხდეს თვითონ შიგნით რაღაცა დაპირისპირებული მხარეებს. სანამ ეხა ესეთი მართავდა. ანუ ხო, ეხა სანამ აი ესე მეორე მხარე არ არის ჩამოყალიბებული, იქამდე ვერავის ვერ დაეხმარებიან. ეხა ოთომ დღეს პოსტი დადო, რომ შეხვდა ეს რა ქვია ტრამპი საიდუმლო შეხვედრა ჰქონდა ირანის ეთნიკურ უმცირესობასთან ქურთების მასთან, რომლებსაც გარკვეულ მოგეხსენებთ, ქურთები და 50 მილიონი მოსახლეობა არის, რომელიც ცხოვრობს სირიაშიც, ერაყშიც და ირანშიც კომპაქტურად. რა ამ სამი ქვეყნის ტერიტორიაზე არის ძირითადად და არიან, ამხელა ეთნოსია, რომელსაც თავის სახელმწიფო არ გააჩნია. თურქეთი ცალკე ებრძვის სეპარატიზმს, ერაყი ცალკე ებრძვის, ერაყის ტერიტორიაზე ბევრჯერ შეიჭრა თურქეთის სხვა შორის 90-იანი წლებშიც, მე 2000-იანი წლებში, მსხვილი ოპერაციები ჰქონდა, რამოდენიმეჯერ იქ პეშმერგას წინააღმდეგ თუ გახსოვთ. პირდაპირ შედიოდნენ, ოკუპაციას ახდენენ ჯარით და ებრძოდნენ და მე რაღაც პერიოდს მე გამოდიოდნენ. ხა სირიაში უკვე ფეხენოიკიდის ფაქტიურად ირაკლი, რაზე ვიძახი ხა? ირანში ეს ანკლავი არსებობს, მაგრამ აი მან წინააღმდეგობას არა მარტო ირანული შეიძლება irans ახლა ცენტრალურ ხელისუფლებას იმის თავი აღარ ქონდეს რომ იმათ იქ ებრძოლოს, მაგრამ ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში გამოჩნდება კი ერთადერთი გამოჩნდება კონტურები შეიძლება გამოიკვეთოს, მაგრამ ეს უახლოეს ერთი კვირის და კონტურები გამოიკვეთება, როგორ განვითარდება ამერიკის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ, ერთი რაც ახლა ჩემი განწყობა არის და რაც აუცილებლად უნდა უთხრა ჩვენს გამომწერებსაც, ის არის რომ ეს არის სწორედ ის ბედი, რა ბედი წელის, როდესაც ქვეყანა რუსეთის და ჩინეთის იმედად არის. მადლობა რომ გიყურებთ. ჩვენ კიდევ შემოგთავაზებთ სხვა პროგრამებს.